ომში დაღუპული ნადი მართმელაძე და მერაბ ჯელიძე ხულოში გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაღუპულთა ოჯახებს 3000, გამგეობის ინიციატივით კი 250 ლარი გადაეცემათ. აგვისტოს ომში ხულოდან 250 ჯარისკაცი იბრძოდა, მათგან 2 დაიღუპა. რუსეთ-საქართველოს ომს შუახევიდან 2, ქედიდან 1, ქობულეთიდან 10, ხოლო ბათუმიდან 1 მეომრის სიცოცხლე შეეწირა. საღამოს 7 საათზე მელაპარიკა და 8 საათზე დაიღუპა. დილის 9 საათზე მომიყვანეს მკვდარი. ჰქონდა აფეთქების ნიადაგზე ბომბა აფეთქებული იყო და აფეთქების ნიადაგზე დაზიანებული იყო. დაახლოებით ასე 15 ადამიანამდე არიან, რომლებმაც ამ ომში მიიღეს მონაწილეობა და გმირულად დაეცა. ეს არის გმირი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ხულოს რაიონში. ჩვენ ვამაყობთ გმირებით. აგვისტოს ომი სამწუხაროდ ეს იყო ტრაგედია ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენმა ვაჟკაცებმა თავისი სიტყვა თქვეს და მე მინდა ყველა ომში დაღუპულ ოჯახს მიუსამძიმრო დღეს. მე მინდა ყველა ომში დაღუპული გმირი მოიხსენიო. ისინი არიან ცოცხლები.